მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია ყველა კარგად ხართ. ყველაფერი კარგად გაქვთ. ესეთი ორი დასტავიღე სხვადასხვა ენერგიებით განსხვავებული და ესეთი თქვენგან, დიდი მადლობა პირველ რიგში ყველა თქვენთაგანს, ვინც მილაიქებთ, მიყურებთ, ასევე მწერთ კომენტარებს, უდიდესი მადლობა. და რატომ გაწყვიტა კავშირი, მიზეზი, ნანობს თუ არა და როგორ ცხოვრობს ახლა. ესეთი სამი კითხვა მექნება ამოვწერე. ეს არის თქვენი, ასე ვთქვათ, სურვილი ამ თემებზე, პირადზეა რა თქმა უნდა, გაშვა. ჩემი არხი ემსახურება ამას. იქნება ორი დასტა, The Witch's Garden და Wizards. თქვენ უნდა აირჩიოთ ამ ორი დასტიდან. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, ან უყუროთ ორივეს და შეიძლება რაღაცა გასხივოსნება მოხდეს, მოგივიდეთ პასუხი. ფაქიზი სივრციდან, აი ზუსტად ნატიფი რო იტყვიან უხილავი ფაქიზი ენერგო საინფორმაციო ველიდან, ხო? და დავიწყეთ, პირველი არის The Witch Garden. აი ეს ვინ ჩაიფიქრა, ესე იგი კითხვა იყო, ხო გახსოვთ, რატომ გაწყვიტა კავშირი, ნანობს თუ არა და როგორ ცხოვრობს ახლა. ჩაიფიქრეთ ახლა თქვენთვის საინტერესო ადამიანი, პირველებო. The position is first. ნახოთ აბა რატომ გაწყვიტა კავშირი. პირველი ვარიანტი. ვინც ახლა ჩაიფიქრა, ვინც ახლა უყურებს, მოგვაწოდეთ სრული ზოგადი ინფორმაცია, რატომ გაწყვიტა ურთიერთობა, მიზეზი, ნანობს თუ არა თქვენთან გაწყვეტილ ურთიერთობას ეს ადამიანი. I'm very apologize, ხო? და ახლა ეს ადამიანი უთქვენოთ თუ კონტაქტო ამითომდეს, ან თუ გყავთ ნაცნობები, შეიძლება იგებთ, მაგრამ ბოლომდე ვერ. ჩვენ გვაინტერესებს მისი სიღრმე, შინაგანად როგორ გრძნობს თავს, უთქვენოთ, ვისაც გაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნდა, კონტაქტი, ან უბრალოდ გაინტერესებთ ადამიანი ახლა როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი. High price taste პირველი, ამოდის თლიანობაში, ბოლო კარტს ყოველთვის ვაკვირდები ხოლმე მე. The high price-ის, ამ შემთხვევაში გასაიდუმლოებულ, რაღაცა დაფარულს, საიდუმლოს, დამალულს ეხება. ეხლა გავშალოთ აბა კარტები და ვნახოთ რატომ გაწყვიტა ურთიერთობა თქვენთან და მიზეზი. სამი კარტი მაქვს ამოღებული, ამ სამ კარტში უნდა ჩავეტიო, უნდა მივხვდე მინიშნებით რატომ გაწყვიტა ურთიერთობა. პირველი ამოდის ტრანსფორმაცია, მეორე ამოდის რაღაც ფიქრები, რაღაც დარდები ოღონდ მომავალზე და მესამე ამოდის ის, რომ მას ყავდა ოჯახი სავარაუდოდ. არ უნდოდა ესე დაფარული, იმიტომ რომ ამოდის დაფარული თლიანობაში, ხო? მიზეზთა მიზეზი, ასე ვთქვათ. არ უნდოდა რომ ესე დაფარულად, ჩუმად უკვე ამდენს ვეღარ გაუძლებდა და მოხდა, გაწყვიტა ურთიერთობა, იმიტომ რომ ნახეთ, ეს სიკვდილებოდა ეს სიტუაცია. ეხლა მე არ ვიცი, თქვენთან ეს სიკვდილებოდა თუ იქ, სადაც აქ მაჩვენებენ და მაძლევენ ინფორმაციას, რომ ყავდა, ბევრს ყოველ შემთხვევაში ასე ამოდის ოჯახი. და ეს მიმალული, აი ესე ხო, დაფარულად, რომ ესე იგი მიდიხარ და მალავ და თქვენ როგორ მდგომარეობაში ხართ, ნახეთ, რაც თავარია. დარდობდა თქვენზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იყავით ნაკლებში, ის
რაღაც სიტუაციები ვერ გადალახა, თავის თავზე ვერ აიღო ძალიან ბევრი რამე, იმიტომ რომ ამას უნდა რესურსი, ფინანსური უზრუნველყოფა, მტკიცე ბუნება, რაც როგორც ვხედავ, ხო, მარტო 3 კარტით ვხედავ, რომ ვერანაირად, უფრო ინერტული და ისეთია რა, ნეილი და ესეთი არ არის რა, ეხლა აქ რასაც მაძლევს ინფორმაცია, მე არ ვიცი ვისთვის ვშლი, მაგრამ პასუხისმგებლობა, მტკიცე ბუნება, ესეთი რაღაცები ამ ადამიანს აკლია და სულ ფიქრობს, რა იქნება მომავალში, როცა იქნება, როცა მოვა ეს მოვლენა და ეს ვითარება და მაშინ გადაწყვიტოს, მანამდე რო არ აქტიურობს და ფიქრობდა, თქვენზეც დარდობდა, რატო გაწყვიტა? აქ ეხა ბევრზე ამოდის, რომ შეიძლება თქვენგან შესაძლებელია, რომ ყოლოდა შვილი და შეიძლება ეს კავშირი არ აწყობდა, არაკანონიერი, ხო? ის რომ ეხა ნამდვილად ოჯახი ყავს, არ ვიცი, ესე ამოდის, ნახეთ, ინფორმაცია ესეთი მოდის, დაფარული, დამალული და ის რომ მალავს, ხო? თქვენთან ურთიერთობას, ეს ამოდის. და დანარჩენი ახლა მიზეზი, ხო, არის ის, რომ ამდენი აღარ შეეძლო, რომ დაემალა. ეხლა მეორე კითხვაზე გადავედი, ეს არის საჯარო გაშლა და იმისთვის, რომ დეტალები ამოვიდეს ამ ადამიანის სახელი ესაჭირო. თქვენი ორმხრივი ჩართულობა, იმიტომ რომ თქვენც უნდა მომაწოდოთ რაღაც ინფორმაცია, რომ დავეკითხო კარტს და ის ზუსტად მერე ამოდის კონკრეტულად, რომ ვეკითხები კონკრეტული პასუხი და ეხლა ესე ზოგადად, ხო, ნახეთ, ამოდის, რომ მალავს და ეს დაფარული და დამალული უკვე აღარ შეეძლო, თან ნერვულობდა თქვენზეც, აქ ბევრი მიზეზებია, მაგრამ ნანობს თუ არა, ვკითხოთ. ეს ზოგადი ინფორმაციაა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა. ნანობს, რატო ნანობს, ნახეთ, აქაც ამოდის იგივე კარტი, რომ დიდი ტვირთი იყავით თქვენ მისთვის. ნანობს, იმიტომ რომ ხელშემშლელი ფაქტორი ამოდის ქალი, ამ შემთხვევაში მისი მხრიდან, ვინც ჩაერია. მას უნდა გაეგრძელებინა თქვენთან ურთიერთობა და მოქმედება, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირად აკმაყოფილებდით მის გემოვნებას და მართლა მიზიდულობა და მაგნიტივით, რო იტყვიან, მომიზიდა და მომინდა, ეს სიტუაცია ქონდა, მაგრამ ჩარევის გამო, იმიტომ რომ ვერ აიღო ეს ტვირთი თავის თავზე, იმიტომ რომ ამ ქალისგან, ესეთი, რო იტყვიან რა, ის მიიღო, კომპრომისი მიიღო და როგორ ცხოვრობს უთქვენოდ, პირველი ვარიანტი. შორიდან იყურება, გაკვირდებათ, არ მოდის, ნახეთ, თავის პოზიციების და რაღაცა არის, რაღაცა ბარიერი, რომ იგზის, შეიძლება სოციალური ქსელებიდანაც არ არის გამორიცხული და ჩუმად გადევნებთ თვალს, მაინც უნდა რომ თქვენ გიყუროთ, მისი ესეთი სიტუაცია რომ აინტერესებს, ეხლა რამდენად იგებს და არ იგებს ეს სხვა ამბავია, მაგრამ ის რომ პოზიციების, ჩამალული, რო იტყვიან, ესე დგას და იყურება, გეძებთ, ყველგან გეძებთ, მისი თვალები გეძებთ, მაგრამ რამდენად გხედავთ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქ როგორც განდეგილი ისე ამოდის, მიუხედავად იმისა, რომ ამოდის სავარაუდო ოჯახი, ქალი, ჩარევა, ეს ყველაფერი მაინც როგორც განდეგილი ისე ცხოვრობს და როცა არის ისეთ მდგომარეობაში არაფხიზელ, შეიძლება იტყვას ჭიქით ხელში, ცოტა ალკოჰოლი აქ მოკიდებული, მაშინ ახსენდებით. კი ბატონო, გიხსენებთ, მაგრამ მისი ცხოვრება როგორია? განდეგილებით, დანაკარგი აქ არა მარტო ფინანსური, არამედ თქვენი, რო არ ხართ, ის სიტუაცია მოაკლდა, ეძებს იმ სინათლეს, რაც თქვენ მოგქონდათ, იმ სითბოს, რაც თქვენ მოგქონდათ მისთვის და არ არის, იმიტომ რომ აქ მაჩვენებენ, აქ ზუსტად ვიცი, რომ გეძებთ ყველგან, მაგრამ
ვერ გამოდის იმ ბარიერიდან, ანუ რაღაცა ბარიერია გაკეთებული და რა თქმა უნდა გიხსენებთ, იმიტომ რომ გრძნობა აქ ამ ადამიანს. ეს არის პირველი ვარიანტი, თუ რეზონირდა მომწერეთ, დამილაიქეთ თუ მოგეწონათ და ვაგრძელებთ მეორე ვარიანტთან. თქვენთვის საინტერესო თემებზე გადავდოთ. პირველი გადმოვიღოთ The Wizard-ი და მოგესალმებით მეორე ვარიანტო. რატომ გაწყვიტა ურთიერთობა და კავშირი მიზეზი. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს და ხართ აქ შემოსული, გვაინტერესებს ამ ადამიანმა რატომ გაწყვიტა ურთიერთობა, თუ გაწყვიტა, ან დროებით გაწყვიტა მიზეზი. რა არის? რატომ? თუ ნანობს იმ თავის საქციელს და ახლა აღარ დავაკონკრეტებ, ყველამ თქვენ თავზე მოირგეთ, თუ ნანობს ამ სიტუაციას ეხლა რაშიც ხართ ამათ დროში და როგორ ცხოვრობს უთქვენოდ ახლა რა ხდება მასთან ახლა უთქვენოდ მეორე ვარიანტი ვინც უყურებს ამ ვიდეოს და აირჩია მეორე როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი უთქვენოდ ესეც მოლოდინის რეჟიმშია მარტოა თავის საქმეებში ანუ მთლიანობაში ესე ამოდის დამწუხრებული ცოტა დადარდიანებული ელოდება არ ვიცი რას ეხლა რატომ გაწყვიტა ურთიერთობა საინტერესოა აქ ამოდის ის რომ ხელფეხ შეკრულია ამოდის ის რომ ამასაც დიდი ტრანსფორმაცია ანუ დიდი სიყვარული, დიდი გრძნობა, ნებათა ღელვა, აი ცეცხლი და ანთეთრო იტყვიან და რატომ გაწყვიტა ურთიერთობა ზუსტ პასუხს ვერ მეუნება, იმიტომ რომ აჩვენებს, რომ ეხლაც კი გიხსენებთ და შეიძლება ითქვას თავისით ძალით, ანუ გამაკავე რო გეტყვის რა, გამაკავე, რომ ესე იგი არ გავიქცე და მაინც მიზეზი, რატომ გაწყვიტა ურთიერთობა. მეორე ვარიანტი. სიყვარული. აქ მაჩვენებენ, რომ ეს ადამიანი ყველგან ხედავდათ თქვენ, ყველგან ელანდებოდით თქვენ, აქ დიდ გრძნობაზე და სიყვარულზეა საუბარი და თვითონ, ანუ ნახეთ, ფიქრობდა ძალიან ბევრს თქვენზე, რამაც მოიყვანა ქაოსში, აუწეწა, დაუწეწა ყველაფერი, ანუ კონცენტრაცია დაკარგა, რო იტყვიან, ხო, სიმშვიდე დაკარგა და თქვა, თავისი ნებით უმკლავდება ამ ნებებს, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, ანუ ხმალი უჭირავს და იცილებს, ანუ იციებს თავს. მიუხედავად იმისა, რომ არის ცეცხლივით მისი ნება და გრძნობა მოკიდებული. მეორე კითხვა იყო ნანობს თუ არა? ნამდვილად ნანობს, იმიტომ რომ დღემდე უყვარხართ, როგორც მაჩვენა, ძალიან ნანობს, იმიტომ რომ თქვენ იყავით მისთვის უცეცხლოვანესი ქალი, თქვენ უნთებდით მას სიყვარულს, თქვენ მიაჩნი ხართ მას პარტნიორად, აქ ამოდის ძალიან კარგი კარტი, ყველანაირად, ყველანაირი კონტექსტში ეს იყო დადებითი, უარყოფითი, ყველაფერში რომ უგებდით, ანუ მატერიალური, სულიერი რაღაც, აი მართლა წყვილი იყავით და ხართ. ესე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში და როგორ ცხოვრობს ახლა თუ უთქვენოთ არის მოლოდინის რეჟიმშია რომ თქვენ შეგხვდეთ ნახეთ როგორ ცხოვრობს უნდა თქვენთან შეხვედრა გიждდება თქვენზე ნება აქ დიდი და სავარაუდოდ გამოჩნდება ძალიან მალე იმიტომ რომ აქ ისეთი კარტები მოდის რომ ძალიან უჭირს უთქვენოთ პირდაპირ ვიტყვი რომ აი სრული ქაოსი აქ ამოდის ეს კარტი. ეს არის გამოწვეული იმ დიდი ვნებათა ღელვის და სიყვარულის და გრძნობის გამო, რაც მას მოვიდა თქვენთან მიმართებაში. ანუ და ის რაღაც დაპაუზება ჩაკეტილობა თუ იყო, რასაც თავიდან მაჩვენებენ, ხო? დაიბნა, იმიტომ რომ ასეთი რამე არ ქონია და ძალიან უჭირს და მე ვფიქრობ, რომ გამოჩნდება ბრძოლობს თავის თავთან, არის ეს. აქ სიყვარულის კარტი ამოდის, დიდი ვნების კარტი ამოდის და ძალიან მალე გამოჩენის, მაგრამ მაინც გადავამოწმებ მეორეებო
გამოჩნდება. ეხლა ვინც უყურებს და მეორე ვარიანტი აირჩია. თუ იყო ეს ადამიანი დაკარგული, გამოჩნდება. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. ბრძოლის შემდეგ, ნახეთ, მიმდინარეობს მაგია, მაგიური ბრძოლა. მე არ ვიცი ეხლა. ძალიან არ მინდა ხოლმე ამ თემაზე საუბარი მწერთ, რომ ესე იყო, ისე იყო. კი, სამწუხაროდ სიმართლეს შევხედოთ თვალებში, აკეთებენ ძალიან ბევრი არიან დაკავებულები ამ შავ მაგიას გულისხმობ. ძალიან ცუდი რამეა, ეხა ეგ ცალკე თემა, ამაზე არ მინდა საუბარი, მაგრამ თუ ეს სიტუაცია არ არის, არ მინდა რომ იყოს მე პირადად, მაგრამ ამოდის, მაშინ რაღაც შეხლა შემოხლა და სერიოზული რაღაც კონფლიქტია საუბარი ჯგუფზე დაპირისპირებას. აქ ამ ადამიანს და ამან შეუშალა ხელი და გაურკვეველია, თუმცა ისევ ამოდის ის სიტუაცია, რომ რაღაც ნეგატიური დიდი ზეგავლენა წარსულიდან წამოსული, არ ვიცი. ეხა ესეც საჯარო გაშლა კიდე შეიძლება ვიცახი, რომ ყველასთვის არ არის, მაგრამ ინფორმაცია მოდის, ამიტომ უნდა ყურად ვიღოთ. და თუ გადალახავს აი ამ შეხლა შემოხლას დაპირისპირებას, რომ იტყვენ კონფლიქტ ჯგუფს, რომ იმდინარეობს მაგია და მაგიური ომია, მეტი მოვდივარ ენერგიების ძალიან დიდი შეხლა შემოხლა, ნეტა იცოდეთ თვალით დასანახი როგორია და გამარჯვება აქვს, კი ბატონო, გაიმარჯვებს, აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ტიპაჟი არის აქტიური, მიზანმემართული, მეორეს. თან პირველიდან განსხვავებით იმაში ესეთი ენერგიულობა და აქტიურობა არ ჩანდა, რაც ამაში, ნახე, ამ მეორე პერსონაჟში, ხო? ეხლა ვინ მოვიდა, მე არ ვიცი, მე ენერგეტიკულად ვკითხულობ ამას. მაგრამ სულ მეკონფლიქტე ტიპაჟია ეთყობა რა. ცეცხლოვანი ეს ფიცხი და ანუ გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს, უყვარს თან რომ იწონებს მერე თავს, რა მაგარია და აი ესეთი რო იტყვიან იულიუს კეისარს, რომ დაფნის ფოთლებით შეამკობენ და მოვა გამარჯვებული ხმლით ხელში, ესეთ ვარიანტში თავისი ძღვენით მოდის, რომ აი დაძლია ეს დიდი რაღაც და მე ხომ გეუბნებოდი, რომ მართალი ვარ ამ შემთხვევაში და როგორი მაგარი ვარ და თქვენც რა თქმა უნდა შეაქეთ და უთხარით კი აბა რა შენ ხომ კეისარი ხარ და კეისარს კეისრის მივართვათ. აი ესე მოკლედ გემშვიდობებით თუ მოგეწონათ და მილაიქეთ, აბა თქვენ იცით.